მოგესალმებით, ეს გადაცემა თავისუფალი თემაა, მე მისი წამყვანი ჟურნალისტი შორენა ბიჭიკაშვილი ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია უჩანა ნუაშვილი, მაყურებელი მას კარგად იცნობს, წარდგენა არ ჭირდება, თუმცა შეგახსენებთ, რომ ის არის უფლებადამცველი დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელი. მოგესალმებით ბატონო უჩა და დიდ მადლობას გიხდით სტუმრობისთვის, ასე ვთქვა და იმისთვის, რომ პასუხობთ ჩვენ კითხვებს თქვენი დროისთვის. მაყურებელს იმასაც შევახსენებ, რომ ბატონი უჩა ბრძანდებოდა სახალხო დამცველი. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები მაყურებელს. მადლობა კიდევ ერთხელ. ბატონო უჩა, თქვენ მოგეხსენებათ, რომ მაყურებელმაც იცის ეს, რომ თრიალეთის ანგარიშები ისევ დაყადაღებულია ინკასოადებს. გასული წლის ივნისისთვის შემდეგ რამდენჯერმე მოგვიხსნეს დაგვადეს, თუმცა ბოლოს 9 იანვარს დაედო ჩვენს ანგარიშებს ინკასო და მას მერე აღარ მოხსნილა. ეს იცით რას ნიშნავს, როდესაც ფინანსური შეზღუდვები აქვს ნებისმიერ ორგანიზაციას, ეს იქნება მედია თუ სხვა ორგანიზაცია, მით უმეტეს რეგიონში, რეგიონალური მედიები რა მდგომარეობაში არიან ამ კუთხით იცით. ფაქტიურად დახურვის პირას ვართ 36 წლის ტელევიზია, რომელიც ამ დროის განმავლობაში არასდროს ყოფილა ასეთი ძიმე მდგომარეობაში, ასე ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებში სხვა ხელისუფლებებიც, ასე ვთქვათ, ებრძოდნენ მედიას და მათ შორის თრიალეთსაც. მე მინდა ასეთი კითხვა დაგისვათ, ჩვენ მივმართეთ შემოსავლების სამსახურს, ჩვენ არ ვითხოვთ პრივილეგიას, ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას. მივმართეთ იმ, რომ ყოფილიყავით, ასე ვთქვათ, გადახნის უნარიანები, გადაენაწილებინა თანხები, მივმართეთ სასამართლოსაც, თუმცა უარს ვიღებთ ინკასოს მოხსნაზე. თუმცა პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ დებატებში რუსთავი 2-ის ეთერში ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ზოგიერთ მედია ორგანიზაციას გადაუვადდა ვალები, ასე ვთქვათ, თვითონ წამყვანმაც თქვა, როდესაც ეს დისკუსია იყო რუსთავი 2-ის ეთერში, ზოგიერთ მედია ორგანიზაციას პატიობენ. აი აქ ამგვარ ბარიერებზე ჩვენ არ გვაქვს არც საჯარო ინფორმაციას გამოთხოვ, როდესაც ვითხოვთ წვდომა, არ გვაძლევენ სახელმწიფო უწყობები, როგორც ადგილობრივ დონეზე, ისე ცენტრალურ დონეზე. აი ამგვარი რამდენად ჯდება ეს ყველაფერი სამართლებრივ ჩარჩოებში, თქვენი შეფასება და არის თუ არა ვთქვათ ეს პოლიტიკური მოტივით? რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთეული შემთხვევა, აქ საუბრობთ იმაზე, რომ კრიტიკულ მედიაზე ზეწოლა უკვე სისტემური პრობლემაა საქართველოში და მსგავსი დამოუკიდებელი მედია საშუალებები, როგორც თბილისში, ასევე განსაკუთრებით რეგიონებში, სწორედ ასეთი პრობლემების წინაშე დგანან უკვე დიდი ხანია და რაც გამოიკვეთა ბოლო წლებში არის ის, რომ საქართველოს ოცნება ცდილობს კრიტიკული მედიის ხმის ჩახშობას, მაგრამ ახლა უკვე ფინანსური სანქციებით, ხო? ნახეთ, რომ პრინციპში რეგიონალურ მედიაზე არის ამ ბოლო დროს განსაკუთრებით ზეწოლა, მანამდე იყო უფრო მაუწყებლებზე, ცენტრალურზე, თბილისში, მაგრამ უკვე რეგიონებზეც არის და პრაქტიკულად ის რამდენიმე მედია საშუალება, რომელიც ახერხებს და აგრძელებს ამ რთულ პირობებში მუშაობის გაგრძელებას, კიდევ უფრო მეტი ზეწოლის ქვეშ არის და შეიძლება ითქვას, რომ სტატისტიკაც არის საკმაოდ საგანგაშო, მაგალითად 2025 წელს 17-მა რეგიონალურმა მედიამ შეწყვიტა მუშაობა. სწორედ იმის გამო, იმ მიღებული საკანონმდებლო რეგულაციების გამო, იმ მტრული გარემოს გამო, რომელიც ქვეყანაში კრიტიკული მედიის მიმართ არის და განსაკუთრებით არის სწორედ, რომ ეს განსაკუთრებით ეთქვას, რომ ზეწოლა უკვე სხვა ეტაპზე გადადის, სადაც უკვე გამოყენებული არის უკვე პრინციპულად შეიძლება ითქვას ეს ფინანსური სანქციები და რაც ნათელია თუნდაც თქვენი კონკრეტული შემთხვევიდან ხელისუფლება ამ ინსტრუმენტს, ხო, ამ ფინანსურ ინსტრუმენტს, საგადასახადო ინსტრუმენტს იყენებს შერჩევითად და ამის გამოხატულება ის, რომ თუნდაც თქვენს წინააღმდეგ პრაქტიკულად უკვე თრიალეთის წინააღმდეგ უკვე მიმდინარეობს ამდენი ხანია ეს პოლიტიკა, თუმცა არიან სხვა მედია საშუალებები, განსაკუთრებით ხელისუფლებასთან დაახლოებული მაუწყებლები, რომელთაც აქვთ მრავალმილიონიანი დავალიანება, მათ ეძლევათ რესტრუქტურიზაციის საშუალებაც და მაშინ, როდესაც საუბარი არის ამ ვალზე, ანუ ამ ტელევიზიებთან შედარებით, გაცილებით უფრო მცირე თანხაზე, რომელიც რეგიონალურ მაუწყებლებს გააჩნიათ, ხო? აქ უკვე შეიძლება ითქვას, რომ არ ხდება გამოყენება ამ მიდგომის და ეს, რა თქმა უნდა, ქმნის შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ აშიშვლებს იმ საგადასახადო ინსტრუმენტს, რომელიც პოლიტიკური რეპრესიის მექანიზმად გამოიყენება
რაც რა თქმა უნდა პირდაპირ უქმნის საფრთხეს საქართველოში მედია პლურალიზმს, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც პრაქტიკულად ადგილობრივი მედია საშუალებები არიან უფრო ყველაზე მეტად, ასე ვთქვათ, ის მედია საშუალებები, რომლებიც აშუქებენ იმ ადგილობრივ პრობლემებს, იმ საჭიროებებს, რომელიც მოსახლეობას გააჩნია და ამ კუთხით სწორედ თრიალეთით სწორედ ასეთი დიდი პრობლემის წინაშე დგას და შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ეს არის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია დამოუკიდებელი მედია საშუალებების წინააღმდეგ, რომ რეგიონებში არ არსებობდეს რაიმე ალტერნატიული დღის წესრიგი, არის მოდეს ის მრავალფეროვანი ხმები, რომელიც ისმის და ეს ასე ვთქვათ, შერჩევითი მიდგომაც ხო ძალიან ნათლად აჩვენებს, ხო რომ ხელისუფლება პრაქტიკულად არის დაინტერესებული არა მედიის დახმარებით, არამედ პირიქით მათი გაჩუმებით, ხო? იგივე მახსოვს რა ხდებოდა სხვა კრიტიკული მედია საშუალებებთან დაკავშირებით, ხო? როდესაც იგივე TV პირველს ფორმულას და ასევე სხვა მედია საშუალებებს, ხო, იგივე ჰერეთს სამოწყობლო კომპანიას თბილისს და სხვას ჰქონდა მსგავსი პრობლემები კავკასიას და სხვა მაუწყებლებს და ეს შერჩევითი მართლმსაჯულება და პოლიტიკურად მოტივირებული ფინანსური რეპრესიები სამწუხაროდ არის ის რეალობა, რომელიც სამწუხაროდ უკვე დამკვიდრდა ქართულ რეალობაში და ამის შედეგია რომ უკვე სამკმოდ ბევრი მედია საშუალებები პრაქტიკულად გაჩერდნენ. ხო, იგივე მთავარი არხი, რომელიც დღეს უკვე პრაქტიკულად ვეღარ მაუწყებლობს. ისევე სხვა მედია საშუალებები, ხო, რომლებიც უკვე ვეღარ აგრძელებენ მუშაობას და ეს რა თქმა უნდა ცალკე საგანგაშო არის იგივე კომუნიკაციების კომისიის მიერ ზოგადად შინაარსობრივი კონტროლის დაწესების ტენდენცია, რომელიც შეინიშნება. ხომ გარდა იმისა, რომ მედია საშუალებებს უკრძალავენ დაფინანსების მიღება სხვადასხვა წყაროდან და ეს მოხსენებათ ბოლო პერიოდში მიღებულმა კანონებმა განსაკუთრებით სწორედ მედიას და სამოქალაქო სექტორს დაარტყა და შეიძლება ითქვას, რომ ისინი უკვე ვეღარ შეძლებენ სხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ სხვადასხვა გრანტების მიღებას. შეიძლება ითქვას, რომ დამატებით ასევე ხელისუფლება კომუნიკაციის კომისიის მეშვეობით უკვე შინაარსობრივი კონტროლს იწყებს და ზოგადი რეკომენდაციებით აღარ შემოიფარგლება, არამედ პირდაპირ უკვე სანქციების რეჟიმშია გადასული და ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, რომ თუნდაც იგივე გარკვეული ტერმინების გამოყენება, ხო, რომელსაც აიმაგდათ ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდში და ამისთვის სამართლებრივი დევნის დაწყება პრინციპში უკვე შეიძლება ითქვას, რომ ეს არის უკვე ის ახალი ხაზი, რომელიც სამწუხაროდ ქართული ოცნება ბოლო პერიოდში ავითარებს და ამას რა თქმა უნდა სამწუხაროდ მოყვება კიდევ უფრო სავალალო შედეგი საზოგადოებისთვის პირველ რიგში და ეს შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთეული შემთხვევა, ხო, ზოგადად ქვეყანაში მედია პლურალიზმს და მედიის თავისუფლების კუთხით არის საკმაოდ სერიოზული პრობლემები შექმნილი, ამაზე უკვე წლებია ვსაუბრობთ. ის რომ საერთაშორისო რეიტინგებშიც მაგალითად საქართველოში გაუარესებულია საერთაშორისო რეიტინგები, ხო, მაგალითად ისეთი როგორც არის რეპორტიორები და საზღვრების გარეშე, ხო, პრესის თავისუფლების ინდექსში არის ძალიან სავალალო მდგომარეობა უკვე და ქვეყანამ უკვე განიცადა საკმაოდ სერიოზული ვარდნა. ის რომ ჟურნალისტებზე ხდება თავდასხმები, ფიზიკური თავდასხმები მათ შორის, პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა და არ ხდება პრაქტიკულად სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება, რომ არ არის დასჯილი ჯერჯერობით არც ერთი პირი, რომელიც თავს ესხმოდა ბოლო პერიოდში მედია საშუალებების წარმოადგენლებს, ხო? ესეც რა თქმა უნდა, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, ხო, არა მხოლოდ დაუსჯელობაზე, არამედ თუნდაც იმ ხელისუფლების წარმოადგენლების მხრიდან იმ მტრულ გარემოზე, რომელიც გაისმის, როდესაც ხდება მედია საშუალებების გამოყვანა, რაც მტრულ ძალად, ხდება მედიის მარგინალიზაცია და თანდათანობით სიტყვის თავისუფლებისთვის სივრცის შევიწროება პრაქტიკულად უკვე შორსწასული პროცესია, პირდაპირ შეიძლება ითქვას, სიძულვილის ენის გამოყენება, დეზინფორმაციის გავრცელება და პრაქტიკულად ყველაფერი ხდება იქითკენ, რომ მედიამ ვერ შეასრულოს ის ფუნქცია, რომელიც მათ გააჩნიათ. ბატონო უჩა, ჩვენ ვისაუბრეთ, მე ვახსენე, რომ ჩვენ მივმართეთ თრიალეთმა სასამართლოსაც იყო ეს თანამშრომელების სახელითაც, ადმინისტრაციის სახელითაც, თუმცა მათ არ შეაჩერეს ინკასო. კიდევ ვახსენებ იმას, რომ ჩვენ არ ვითხოვთ პრივილეგიას, ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას.
იცავს თუ არა სასამართლო ეფექტურად ბიზნეს მედიას თუ არის ხელისუფლების მსახური თქვენი შეფასება მაინტერესებს სამხაროდ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ნათლად ჩანს რომ სასამართლო პრაქტიკულად არის მორჩილი ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვან საქმებთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვან თემებზე პრაქტიკულად სასამართლო ასრულებს ნოტარიუსის ფუნქციას და პრაქტიკულად არ გამოდის კანონის უზენაესობის დამცველი, არამედ პრაქტიკულად ის ცდილობს ხელისუფლებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას. ანუ პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელი იქნება მედიის თავისუფლების დაცვა, ის უფლებები, რომელიც მედია მაუწყებლებს გააჩნიათ, ხო, თუნდაც სამწუხაროდ ვერ არის დაცული და მხოლოდ საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება შეიძლება ჰქონდეს ეფექტი, გავლენა მიმდინარე პროცესებზე და მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ეს პოლიტიკა არის სწორედაც რომ ეს თანმიმდევრული პოლიტიკა არის, ანუ ეს არ არის ერთეული შემთხვევა, როდესაც მოხდა ერთი რაღაც კონკრეტული მედია საშუალების წინააღმდეგ. ანუ ეს არის მთლიანად პოლიტიკა მიმართული იქითკენ რომ კრიტიკული მედია გაქრეს და ამ პროცესში სამწუხაროდ სახელმწიფო იყენებს ყველა ინსტრუმენტს, ყველა უწყებას და პრაქტიკულად ეს არის მიზანმიმართული შეტევა. ეს სხვანაირად ვერ ახსნებდი იმას, რომ მაგალითად როგორ შეიძლება გარკვეულ მედია საშუალებებს ჰქონდეთ განსხვავებული პირობები და მე ვახსენე შერჩევითი მართლმსაჯულება, ხო, მათ შორის როგორ შეიძლება აპატიო 50-ჯერ უფრო მეტი თანხის დავალიანება და არაპატიო უფრო მცირე ბიუჯეტის მქონე მაუწყებელს ან მედია საშუალებას, ხო? ანუ ეს რა არის ის მოტივი საფუძველი, როდესაც ასეთი გადაწყვეტილების მიღება ხდება, ხო? და როცა ასეთი საფუძველი არ არის და საზოგადოების არ არის ცნობილი და არის ის ჩანს მხოლოდ შინაარსში, რა თქმა უნდა, აქ ძალიან ნათელია, რომ სახელმწიფო პრაქტიკულად ყველაფერს იყენებს იმისთვის, რომ დამოუკიდებელი და კრიტიკული აზრი ჩაახშოს და ამისთვის, რა თქმა უნდა, მათ შორის რეპრესიებში გამოიყენოს ის არსებული მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ბატონო უჩა, თქვენ სახალხო დამცველი ბრძანდებოდით და თქვენი შეფასება რასაც ახლა ვიტყვი მე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩემთვისაც პირადად. ჩვენ მივმართეთ სახალხო დამცველსაც ამასთან დაკავშირებით ზუსტად 3 თვის წინ, თუმცა ჯერ ოფიციალურად პასუხი არ მიგვიღია არაფერი. მე მქონდა საშუალება პირადადაც დამესვა ბატონი ლევანისთვის კითხვა, რომ თუ არ მოხდებოდა დაჩქარება თუნდაც ამ საკითხის შესწავლის, რადგან შეიძლება ხვალ მართლა დავიხუროთ, რეალურად ვდგევართ ამ საფრთხის წინაშე. დღემდე არ გვაქვს პასუხი. პირად საუბარში თქვა, როდესაც კითხვა დაუსვი, რომ მოკვლევა საკითხი საჭიროებს მოკვლევას. თუმცა ხელის გულზეა ყველაფერი. ჩვენ მივაწოდეთ ეს მასალა, რომ თვითონ პრემიერმა თქვა სატელევიზიო ეთერში, რომ გავიმეორებ კიდევ ზოგიერთ მედია საშუალებას გადაუნაწილეს ეს დავალიანება, ზოგს პატიობენ და ასე შემდეგ. რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახალხო დამცველმა? ჩვენთანაც არ მოსულან თვითონ ტელევიზიაში არაფერი შეუსწავლიათ ამ აპარატიდან. რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახალხო დამცველმა და რასთან გვაქვს საქმე? თქვენი შეფასება ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო იქნება. სახალხო დამცველი ვალდებულია ყველა კონკრეტული სავარაუდო დარღვევის ფაქტზე რეაგირება მოახდინოს სხვადასხვა ფორმით, მათ შორის მას შეუძლია განცხადების გავრცელება, მოწოდება სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ, შესწავლა კონკრეტული საკითხების, მათ შორის საკუთარი ინიციატივით, სულაც არ არის აუცილებელი მიმართვა და განცხადების წარდგენა, როდესაც მედიაში ინფორმაცია არსებობს, რომ არსებობს პრობლემა მედია საშუალებებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველს აქვს ეს პრემოსილება, რომელიც არაერთხელ ყოფილა გამოყენებული, ხო? მithumetes როცა ასეთი მკაფიო სიგნალები მოდის ხელისუფლების მხრიდან დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, ზეწოლის არაერთი ფაქტია მანამდეც და ზოგადად ქვეყანაში და რა თქმა უნდა ეს დამოუკიდებულება აჩენს სერიოზულ კითხვებს, ხო, რამდენად არის ეფექტური, რამდენად რეალურად ასრულებს იმ ფუნქციას ინსტიტუტი, რასაც ის არის შექმნილი, რამდენად ის არის დამოუკიდებელი და ის რომ სწორედ მაშინ არის საჭირო რეაგირება, როცა პრობლემა სახეზეა და არა ერთი წლის შემდეგ, როდესაც წლიურ ანგარიშში უნდა აისახოს
წლის განმავლობაში მომხდარი ესა თუ ის ფაქტი, ხო? მე ვფიქრობ, სახელმწიფო არ არის მხოლოდ დოკუმენტაციის და არქივის მომწესრიგებელი ორგანო, მას უნდა კონდეს შესაძლებლობა იმ რესურსებით და იმ მექანიზმების გამოყენებით, რომელიც მას გააჩნია, უფრო მკაფიოდ თქვას ის სათქმელი და ჩაერიოს კონკრეტულად იმ სიტუაციებში, როდესაც პრაქტიკულად მედია არის უკვე სერიოზული პრობლემის და პრაქტიკულად გაჩერების წინაშე, ხო? ამიტომაც მისი გამოხმაურება და პროაქტიული მუშაობა არის, ვფიქრობ, იმის გარანტია, რომ მომავალშიც ნაკლებად იქნება მსგავსი ფაქტები ხელისუფლების მხრიდან. ისევე როგორც თითოეული ფაქტი ძალადობის, მუქარის, შეურაცხყოფის, ხო, უკანონო ხელშეშლის, იგივე ჟურნალისტთა საქმიანობაში, პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის, თუ კი ასეთ ფაქტებზე, ყველა ფაქტზე მოხდება რეაგირება, მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო შესაძლოა მომავალში მაინც ნაკლებად იყოს ასეთი აგრესიული ჟურნალისტებთან დაკავშირებით, უფრო მეტად მიმღებლური გახდეს განსხვავებული აზრის და ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მე ვფიქრობ, და მოლოდინი მაქვს მე, რომ უფრო მეტად იქნება აქტიური და უფრო მეტად იქნება იმოქმედებს იმ კანონის და იმ სტანდარტების შესაბამისად, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა და სახალხო დამცველი წლების განმავლობაში მართლაც იყო აქტიური და იყო ჩართული სწორედ გამოხატვის თავისუფლების და იგივე მედიის და ჟურნალისტების უფლებების დაცვის საქმეში და მე მაქვს რომ მიმაჩნია რომ აქვს ამის თუცა გააჩნია საკმაოდ დიდი რესურსი შესაძლებლობა იმის რომ კონკრეტულ საქმეთან დაკავშირებით მოახდინოს გარკვეული გავლენა პროცესების განვითარებაზე. დიდი მადლობა. ბატონო უჩა, მინდა გკითხოთ ისიც, რომ როდესაც მედია ორგანიზაციას 3 წლეულია უკვე რეგიონში არსებობს თრიალეთი და მას აქვს დიდი ნდობა მოსახლეობის, ხომ? აი ასეთი ამგვარი მედიის გაჩერება დისიმანიშნებელია. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ გვყავს საკმაოდ დიდი მაყურებელი და ნდობა მოსახლეობაში შიდა ქართლის რეგიონს გულისხმობ. ეცრას აქ ასევე მნიშვნელოვანია როგორც მედია და მის საქმიანობა, ასევე განსაკუთრებით რეგიონი, ხო, რომელიც იყო და დღესაც ესაზღვრება საოკუპაციო ხაზს, რომელიც აშუქებს იმ პრობლემებს, რომელიც არსებობს რეგიონში, ხო, რომელმაც განიცადა და გადაიტანა ხო საკუთარ თავზე ის 2008 წლის ომი და ის მოვლენები, ხო, რომელიც ძალიან კარგად გვახსოვს და მით უმეტეს უფრო მეტად გრძნობიერე უნდა იყოს სახელმწიფო ასეთი მედია საშუალებებთან დაკავშირებით, რომ უნდა მეტი პირობების შეუქმნას იმისთვის, რომ მათ შეძლონ ფუნქციონირება, გაგრძელება მუშაობის, მაგრამ სამწუხაროდ მე ვერ ვხედავ პირიქით სახელმწიფო არის დაინტერესებული რომ დამოუკიდებელი პროფესიული მედია საშუალებები ქვეყანაში არ არსებობდნენ, რომ მათი გავლენა იყოს ნაკლები, პრაქტიკულად ხდება ტრისხატის შექმნა და მტრული გარემოს შექმნა, მათ შორის მედია საშუალებებთან დაკავშირებით და ეს არის ალბათ ის, რომელიც საქართველოს აცილებს ევროპულ სივრცეს, განვითარებულ სივრცეს და ცივილიზებულ სამყაროს, ხომ, სადაც იგივე ევროპაში მედიის მიმართ სხვანაირი დამოკიდებულება და მტრული გარემო, ასეთი განცხადებები და ასეთი ნაბიჯები, ხომ, როდესაც პირდაპირ ხელისუფლება მიზნად ისახავს კონკრეტული მედია საშუალების საქმიანობაში უხეშად რომ ჩაერიოს, რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი და ეს არის სწორედ იმ პრინციპებისა და სტანდარტების წინააღმდეგ, რომლისკენაც საქართველოს ისწრაფვის და ისწრაფოდა ამდენი წლების განმავლობაში. და სამწუხაროდ ხედავ, რომ ხელისუფლება პირიქით რეალურად ყველა შესაძლებლობას იყენებს იმისთვის, რომ მოახდინოს ზეწოლა მედიაზე, ხომ? მათ შორის დაკავებები და ვიცით ჟურნალისტი არის ხო ამჟამად დაკავებული, ხომ, არის ასევე ათეულობით საქმეები ჟურნალისტთა პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის, ასევე ძალადობის არაერთი შემთხვევა იყო, მაგრამ არც ერთი საქმე არ არის გამოძიებული და დამნაშავე არ არის დასჭილი. მიმდინარეობს მათ შორის ეკონომიკური ხასიათის ზეწოლები მედია საშუალებებზე და ეს ყველაფერი საკმაოდ მძიმე სურათს ქმნის ქვეყანაში და რაც საბოლოო ჯამში მეტყველებს იმაზე, რომ მიმდინარეობს კრიტიკული მედიის სისტემური შევიწროება საქართველოში.
სამწუხაროდია. გადაცემის ბოლოს აუცილებლად მინდა გკითხოთ ბატონო უჩა, თქვენ რა ნაბიჯების გამასხედავთ, რა აუცილებლობას ხედავთ, რომ რა ნაბიჯების, ანუ გამოსავალს რაში ხედავთ, როგორც საზოგადოების მხრიდან, აი ამ ჩიხიდან გამოსავალი რა იქნება და რას ეტყოდით თვითონ თრიალეთის მაყურებელსაც, რომლებიც ვერ დავარქმევ ამას, რომ ჩვენ მუშაობთ ახლა ენთუზიაზმზე. ეს არის ბრძოლა, სხვა ბრძოლაში ვართ შესულები, ეს არ არის ჩვენ ვთქვათ თითოეულ ჟურნალისტს ექნება თუ არა ხელფასი, ხომ? აქ მიდის ქვეყნის გადარჩენას საუბარი, დემოკრატიის გადარჩენაზე, ხო? თქვენ რას ეტყოდით თრიალეთის თითოეულ თანამშრომელს და ასევე როგორ ხედავთ გამოსავლის გზებს? მე მხოლოდ შემიძლია რომ სოლიდარობა გამოუცხადო და უცხადებ და თითოეულ თანამშრომელს, მაყურებელს მე მიმაჩნია რომ ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ეს დამოკიდებულება და ეს შერჩევითი მიდგომა არის ნამდვილად სავალალო, რომელიც არ აისახება დადებითად სახელმწიფოზე, ქვეყნის განვითარებაზე, ქვეყნის იმიჯზე და ის რომ მედია საშუალების პარალიზება არ უნდა მოხდეს, რისკენაც მიყავს სამწუხაროდ ხელისუფლებას. ხო დღეს აუცილებელია თანასწორობა რეალურად არსებობდეს კონკრეტულ საქმებთან დაკავშირებით, ხომ არ უნდა სარგებლობდეს პრივილეგიით ხელისუფლებასთან დაახლოებული მსხვილი მაუწყებლები და მათ დაუშვათ იგივე არ უნდა გქონდეთ ის შესაძლებლობა თუნდაც ის რესტრუქტურიზაციის დავალიანების, მაშინ როცა მედია, სხვა მედია საშუალებებს, რომელთაც გაცილებით მცირე დავალიანება აქვს, ხო მათ მიმართ ეს ინსტრუმენტი არ არის გამოყენებული და ეს არა შეიძლება ითქვას ეს დისკრიმინაციული მიდგომა უნდა შეწყდეს და საზოგადოების მხარდაჭერა, საზოგადოების და მედიის მიერ გაგრძელება იმ პრობლემებზე საუბრის, ხო იმ კრიტიკული მოსაზრეების მათ შორის, რომელიც შეცდომა ვიღაცას არ მოსწონდეს, ხო და ეს ამის გაგრძელება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოება მაინც ხედავს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ამ ზეწოლისა მედია საშუალება კვლავ აგრძელებს მუშაობას შესაძლოა სხვა რეჟიმში, მაგრამ მაინც ცდილობს გადარჩენას და მე ვფიქრობ ეს არის დასაფასებელი და სწორედ ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის მხრიდან სოლიდარობა და მხარდაჭერა თითოეული ჟურნალისტის მიმართ, რომლებიც დგანან ასეთი სერიოზული პრობლემის და გამოწვევების წინაშე საქართველოში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო უჩა იმისთვის რომ იყავით ჩვენთან ერთად პასუხობდით ჩვენ კითხვებს თქვენი დროის დათმობისთვის მადლობას გიხდით პირველ რიგში და თქვენი პოზიციისთვის დაგემშვიდობებით მაყურებელს კი შევახსენებ რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო უჩა ნანუაშვილი